მოგესალმებით მეგობრებო, ეს მივდივართ რაჭაში, ახლა ვიყოფებით გორში. Რაღაცეები ვიყიდეთ, ვალაგებთ მაცივარში პროდუქტებს. კეთი პირველად კადრში გამოჩნდა. მეც ძირითადად მე და კეთი ვიქნებით, როდესაც ვიმოგზაურებთ. ახლა მივდივართ რაჭაში, ზნაკვაში. ერთი ლამაზ ჩანჩქერი უნდა ვნახოთ. რას მინდიხარ უკან? მოკლედ ჩალაგებულები ვართ, მზადყოფნაში ვართ და დავიძრებით რაჭისკენ. გზა გვაქვს 2 საათს ნახევარი. უკანა ისეთ სიტუაცია ხდება. ძალიან ბევრი რაღაცა გვაქვს ჩალაგებული. ორნი რახან მივდივართ. ისეთი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია. შენ წავედით. და დავიძრებით რაჭისკენ. ძალიან კაი ამინდი გვაქვს. გვეგონა რომ დღეს იქნება წვიმა, იმიტომ რომ ეგრე ეწერა. მინდიც ეგრეთი ჩანდა. ხო, ეგეთიც ჩანდა, მაგრამ ძალიან კაი ამინდი გვაქვს ცხელა. 22 გრადუსია და ძალიან მზეა. მეკითხილად მოცვია ძალიან, მაგრამ მგონია რომ რაჭაში მაინც უფრო სიცივა იქნება ვიდრე გორშია ამჟამად. თან შევდივართ ტყეში, ტყეში უნდა დავრჩეთ და ტყეში გინდა სიცივე იქნება. ხო, თქვაც სად გვინდა მისვლა, გვინდა ჩანჩქერზე მისვლა. ზნაკვას ჩანჩქერი. ხო, მაქსიმალურად ახლოს ეგ არის ჩვენი დანიშნულება, მაგრამ თუ ვერ მოვახერხებთ რამე სხვა ადგილს, მე უკვე იქ მიმდებარეთ მდინარე ჩადის და მაგ მდინარის ჩაყოლებაზე ვეცდებით ლამაზი ადგილი ვიპოვოთ. ხო, იმედია, კარგ ადგილს ვნახავთ. მაგრამ როგორც გავიკითხეთ, ბევრმა გამოცდილმა ადამიანმა გითხრა, რომ მანქანით მივალთ იქამდე. და მოკლედ სურვილია, რომ პირდაპირ ჩანჩქერთან გავაჩეროთ ლამაზად მანქანა და დავუდგეთ ხედებით. დაგჭა ალბათ 1 საათი მეტი არის. ესე დავამაგრეთ მოკლედ კამერა. აი ესე გვიმაგრია აი ამაზე. გვინდა რომ წინა კადრი გადავიღოთ. კეთი რა სიტყვა. ეს მე შენია ცოტა. ნიკორწმინიდან გადმოვხვიეთ ნაკვის ნაკვას მიმართულებით გადმოვხვიეთ, კონკრეტულად სოფლის სახელი აღარ მახსოვს. ჯერჯერობით კაი გზა გადის და მოტყვიარისში გადმოვხვიეთ. მოტყვიარისში ვართ მოკლედ ახლა. დაგვრჩა 9 კილომეტრი მოკლედ ნაკვის ჩანჩქერამდე. ჯერჯერობით გზა კარგი მიდის, Google Maps-ზე რაც ვნახე, გრუნტი იყო, მაგრამ აშკარად ჯერჯერობით გრუნტი არ არის. ხდება უფრო აი ესეთი გზა. გვაქვს ესეთი დაერთების შლანგი ორთავიანი, რომელიც გვესწრება აი აქ. ეს არის კომპრესორის შლანგები, ორივე მხარეს არის, ზღოლის და გზაურის მხარეს. თითო საბურავს დავაერთებთ ეხლა გვერდებში და დაერთების შემდეგ ვაჩვენოთ. აქედან შემდეგ წნევა გამოვა და მანომეტრის ყურებით ესე ცქობ, მოუშვებთ და უშვებთ და მოვჭა. მარტივად.
ხარობს დაშვებული გვაქვს და ძალიან წყნარად მიდივართ ამ გრუნტიან გზაზე, ხო? ლამაზი ადგილი შეგვხვდა გზად რა. გასაჩერებელი. ეგ თავარი თქვი რომ გასაჩერებელი და რაც ყველაზე მთავარია რომ ჯერჯერობით რა გზა ანა მაგარი სუფთა წყალი. რაც ყველაზე მთავარია ჯერჯერობით ყველანაირი მანქანით შეძლებთ მოსვლას. აქ სანაგვე როგორც ყველა ლამაზ ადგილას შეეფერება. ეს ვიდეო იქნება უფრო ლოგის სახით. აზრს არ გადაგვიღია არაფერი. რეალურად გარაჟის გადაღებაც იყო ძალიან სპონტანური. ეს ექსპერიმენტის დონეზე ვთქვი, მოდი გადავიღეთ, თქვენ მოგეწონათ, ჩვენ გავიხარდათ. ხო ვცდილობთ რომ მეტი ვიდეო შემოგთავაზოთ, მაგრამ არა ამ არხის აზრის იყო რომ გადაგვეღო გასვლითი ვიდეოები, როგორ მოვერლენდერობთ და მოკლედ გადაღების გამოცდილება არ გვაქვს არც ვიდეო ედიტინგის და თან ნელა სწავლობ და ხვეწავ. ხო და იმედია გამოგივა ჩვენს წესიერი კადრების შემოთავაზება და იმედია მოგეწონა დაედიტება და ისე გაკეთება რომ მაყურებელს მოეწონოს და მოგეწონებათ ეცდებით ბევრი ასეთი ვიდეო გადავიღოთ. რახან დავდივართ ხშირად ავტომატს არა. მოვედით 350 მეტრი გვიწერია და ჯერჯერობით რაც ჩანს ვიზუალურად აქ მანქანით გამოვივლით. მაინც გამოვივლით. იქ არის ჩვენი მანქანა. ჩანჩქერის ხმა კი გვესმის, მაგრამ ჩანს აქეთან. იოღაც მანქანით მიხვალო, მაგრამ ჩანჩქერამდე მისვლაზე გულისხმობდით პირდაპირ მანქანით გაჩერებას ჩანჩქერს. აქ როგორც ჩანს, ნამდვილად ვიმართ ჩანჩქერთან. ახლა უნდა მოვძებნოთ ადგილი, სადაც ალტერნატივას ვნახავთ გასაჩერებელს. ჩანჩქერთან ვერ მივედით. სამწუხაროდ იმის მიხედავად რომ ყველა გვეუბნებოდა რომ მიხვალთო. ახლა ვეძებთ ადგილს, სადაც დავბანაკდებით ესე დრონის საშუალებით. დროის ახლა რომ წავიდეთ ჩვენ და ეგ გავიაროთ, კიდევ უფრო დროს დავკარგავთ და იმედი გვაქვს რომ დრონით ვიპოვით რაღაც ადგილს. გეგვითხარი აბა რა მდგომარეობა? მდგომარეობა ცუდი გვაქვს. კლასიკურად რაც დაგეგმილია ეგრე არ გამოდის. ეხლა ჩვენ ვართ აი აქ სადაც ესე იჩხატია. კილომეტრ ნახევრით გავუშვით დრონი აქ ვართ ეხლა. ამიფრინავთ მოკლედ უკან. მოკლედ პირველი ბლინი ყოველთვის კომამარი რა ეხლა ვქნათ ჩვენს ჩავიჭვით. იმედია ხვალ ბევრად უკეთესი დღე გვექნება. პირდაპირ შეჯიბ აი, ახლა შევდივით ბანაკის გაშლას ამ ულამაზეს ხედს. მოკლედ მეგობრებო, ადგილი როგორც იქნა ვნახეთ.
ცოტა გაზაობით, ცოტა სიჩქარით, მაგრამ მე მგონია შვენიერი ფედი არის აქ. პრობლემა იყო, რომ ძალიან ბევრი ადგილი იყო, რასაც სატელიტით უყურებდით, მაპით და ასევე დრონითაც ვიფრინეთ, მაგრამ ვიზუალურად თითქოს ვარ ამაგარია, მაგრამ ვიღაცის მიწა ყველაფერი და გადაღობილი არის, მოკლედ რა. აქაც ადამიანის კვალი არის, იქ საყვარლად არის გაკეთებული პატარა სკამები და მაგიდან, ბოთლებიც იქით ყრია. მაგას ვეცდებით, რომ დავალაგოთ, მაგრამ აი ზევით ესეთი ლამაზი ხედი გვაქვს, აქეთ გაშლილია, ხეებსაც ვიშოვეთ, პირდაპირ აქეთ ცეცხლს დავანთებთ და მოკლედ დავაყენით მანქანა, დავაყენით აპარატი და ახლა დავიწყებთ კარვის გაშლას და ტენტის. მაგრამ პირველ რიგში უნდა გადმოვალაგოთ ნივთები, რომ უფრო მარტივი იყოს ჩვენთვის ამ ყველაფრის გადმოტანა რა. როგორც ხედავთ, ორნი ვართ. მანქანა ძალიან ტევადი არ არის და გვიწევს არ ვიცი რამდენად ჩანვარ, აქეთაც ჩანვარ, აქეთაც ჩანვარ და აქეთაც ჩანვარ. მეოთხე აღარ დავაყენეთ. ხო და პიკაპი არ არის და ორი კაცთვის სავსეවත් საკმარისია, პროსტა ესე გვიწევს, რომ უკან რაღაცები ესე დავყაროთ. სკამები მიზანდასახულად არ მოხსენით. იმიტომ რომ ზოგჯერ ხალხი გვიჯდება და მოკლედ რა ვიცი, ჩვენ კმაყოფილები ვართ, მანქანა. იდეაში შეგვეძლო რომ უკან არ დაგველაგებინა, საბარგულში დაგველაგებინა, უბრალოდ ჩვენთვის უფრო კომფორტულია, როცა საბარგული სუფთაა რა. ნუ იმიტომ რომ საბარგულში სამუშაო ადგილი გვაქვს მაგიდასავით და მათ ტექნიკას ვშლით და ძირითადად მაგისთვის ვიყენებთ. ეხლა სანამ ქეთი ამ ყველაფერს აკეთებს ავიღოთ ჩვენი ავიღოთ ჩვენი კიბე, გავშალოთ. ეხლა სტუდიაში ამის ჯოხები. მაგიდის ქვეშ არის. პირიქით. ხო. აქამდე ესე რატო არ შვებოდით? მე რო თავს ვიკლავდი. არ ვიცი. ჩემს ხანდახან გვახასიათებს რაღაცების ცოტა გართულება. საკუთარი თავებისთვის. კი, მეორე სკამს ტოვე. კი ბატონო. ამას ეხლა გავწევ. გავხსნა ტენტი. ხო. იქიდან იმას ქენი ჯერ გამოაგდე. გამოგდებულია გიოლკა უკვე იქიდან თლიანად. აი, ეს. ეს წაიხშენ. აქ ხო? არა, წინა შემდეგს. არა მოხდება ის? რა? რა? ეს? ხო. არა. აი, კარი. კარგი. შუქი ხო არა ავანთო მაინც კადრისთვის. შეხედე მაინც კადრში როგორ იქნება. დავიწყოთ ახლა რისი გაშლა. ჩაი. მოდი ესე ვქნათ რა. შენ წინ გადალაგე კამერები.
წინა საბარგულებზე. მე დავიწყებ მაგიდას კამების გაშლას. ხო, ყველაზე რთული რიტუალი არის ამ მაგიდის გაშლა. თითქოს ვიზუალურად ეხა მთელი მაგიდა გავშალე, მაგრამ ეგრე არ არის, არ მოტყუდეთ. ეს არის თემუს 50 ლარიანი მაგიდა, რომელიც უკვე გავღუნეთ, იმის გამო უბრალოდ რაღაცეები დავალაგეთ ზედ და გაიღუნა. თუ გინდათ მარტივი კემპინგი და აი ესეთი რიტუალები რო არ გქონდეთ, ახლა მარტივი უფრო არის აწყობა, ვიდრე ამის ჩაკეცვა და მე ამ ყველაფრის უკან ჩალაგება. თან მით უმეტეს როცა შეზღუდული ადგილი გაქვს. ხო. ამიტომ ყოველთვის ეცადეთ, რომ აი ესე როგორც ეს კამები იშლება, წკ ეგრე გააკეთეთ და რაც თავარია თან ხარ დაინანოთ ესეთ რაღაცაში, იმიტომ რომ უკვე მე რამდენი პარტია არის კამების და მაგიდის, რომელსაც ვცვლით, იმიტომ რომ ვიფიქრეთ, რომ იაფიანია და წავა რა, მაგიდა რა უნდა ქნას. იდეაში მაგიდის შეძებნაზე საკმაოდ დიდი პრობლემა გვაქვს, იმიტომ რომ გვაქვს, ნუ მაქვს რაღაც კონკრეტული მოთხოვნები, რასაც მინდა რომ ეს მაგიდა აკმაყოფილებდეს. მაგრამ ვერ მიპოვე ჯერჯერობით ეგეთ გიო. ეს არის მეორე ეტაპი მაგიდის. შემდეგი ეტაპი გვაქვს უკვე ამის დადება, რომელიც ასევე გახუნულია. და ეს თითო ფირფიტა ვარდება პერიოდულად. ამიტომ ჩვენ შეცდომებზე ისწავლეთ. თემუს ნუ დაუჯერებთ. თემუს კი, თემუს არა. ოკეთ. ეს არის. ჩემსკენ გავწიო? ზის. შენ ანუ აქეთ გაქვს ადგილი? ვუალა. და ეხლა დარჩა სეტკა. მოკლედ კემპი ავაწყეთ. წყალი? ხო, ყველაზე მთავარი მაგ წყალზე უნდა გამოვყო შენ. სად გამოვყო? კამერით ხო უნდა ვაჩვენოთ. ხო. მარცხნიდან უნდა გამოვიღო ქეთი წყალი. აქედან გამოიღე, ხო? მოკლედ დაგვრჩა წყალი ეხლა და ოთახი. ოთახი კეთდება აქ. ოთახი არის ოფშენალი. ძალიან თუ შეგწივ და არის 10 წუთის ამბავი მაგის გაშლა და დამაგრება. ჯერჯერობით ესეთ სიცივეს მაიკაში ვარ და ვერ ვგზნობ. ნუ სავარაუდოდ 5-8 გრადუსი იქნება ღამე რა, ეგეთი ყინვაც არ არის. ხო, მე მგონია რომ არ დაგჭირდება, მაქსიმუმ დაგჭირდეს კარავში გათბობა. როგორც თქვი, როგორც კი. ასე გამოვიღებთ. ესე ჩვენი წყალი კინაღა კისერი მოვიტეხე, არ შეიმჩნიოთ. რითომ ძალიან ესთეტურად და ლამაზად ვქენი. ხო, ქეთი? ძალიან ესთეტიურად ვქენი. ახლა უნდა დავამაგროთ წყალი და გვაქვს ესეთი აუზი წყლის. ერთადერთი ალბათ ძალიან ხარისხიანი ტავარია ტემოდან. გვაქვს ესეთი კრანი და მაგიდა. და რას ვაკეთებთ? ეს კრანი ფორმით ძალიან კარგად იჭედება აი ამ ჭიქის დასადებებში. თვითონ ჭიქა ვერ იჭედება სამწუხაროდ. მაგრამ ეს ჩვენი წყლის მე ეს ჭიქა შეიძლება გაიჭედოს. არ გაიჭედება უფრო პატარა წესთან. ნუ შეიძლება რამეს მოფიქრებო. მოკლედ აქედან შლანგს უკეთებთ. ერთს აქ ვაგდებთ. რაც ლოგიკურია, საიდან წყალი გვინდა რომ მივიღოთ. და აი აქედან უყრით, რადგან 4 კუთხედი არის. ცოტა ესე ვაწვალებთ, რომ კარგად გამოვიდეს. და აქეთ აქვს კნოპკა. რა დავაწვევით. ესე ამოვა, შემიძლია შემოატრიალო ესე და всё. წყალი არის. ეხლა შეშას შევაგროვებთ და ნელა აუცილებელი არის რომ ლუდი გაიხსნას. მაგ მომენტში იწყება აუცილებლად. ლუდი არის გასახსნელი მოკლედ იმისთვის რომ ოფიციალურად ვისვენებთ. ანუ ოფიციალურად კემპი მორჩა რა აწყობას. მაგ დროს ხსნით უკვე ლუდს და ჩემი ფუფუაც უნდა ცოტა იმას აუქნათ. დავამუშაოთ. ხო, აუცილებლად. იმიტომ რომ ცოტა გაღიზიანებული მაქვს და მაინც ახლა რაღაცეებს შევეხები და მთლად კაი არ არის, მოკლედ არ მინდა რომ მოსაჭრელი იყოს შუათითი.
დავბრუნდით. მოვაგროვეთ შეშა. მოვაგროვეთ შეშა. გიო ცდილობს კაცოლის დანთებას. კაცოლი სავარაუდოდ წვიმები იყო. თანაქვე წყალია და ცოტა ნესტიც არის და ამის გამო სველი შეშაა რა. მოკლედ ვაკეთებთ ბოლონეზეს. დამოცადე მივალ მოდამდე. ცოტა ისე რა. სადგეჩქარი. ხო, ვაკეთებთ ბოლონეზეს დღეს. ცოტა სხვა მენიუ გქონდა, მაგრამ საბოლოოდ იმის გამო რომ რაღაცები ისე ვერ წავიდა როგორც გვინდა და ვაკეთებთ ბოლონეზეს. იმედია გემრიელი გამოვა. ამჯერად ვაკეთებთ ჩვენით ბოლონეზეს. თუმცა გვაქვს ისეთი ვარიანტიც წამოღებული, სადაც ანუ კონსერვშია და უბრალოდ გახსნი, გაათბობ და მიირთმევ რა. რა? ხო, ნუ რა თქმა უნდა, მაკარონს დავუმატებ. ცარიელ სოუსს არავინ არ აქვს. ანუ ზოგადად ანუ შემდეგში ხო შეიძლება ის გავაკეთოთ და ამჯერად ამას ვაკეთებთ. ხო. ეს ახლა ჩემი რეცეპტი ნამდვილად არ არის, ბოლონეზია უბრალო. მაგრამ მაინც როგორ ვაკეთებთ კემპზე ამ ბოლონეზეს ეს ნახოთ. გვაქვს ჭირდება ბარემ და გაჩვენებთ გერბერის ნაკრები ხო? ხო ეგრე გვაქვს გერბერის ნაკრები, სადაც რაში ჩედის ქვაბი, ღრმა ტაფა, თავისი ორი თავსახური, ისეთი ეგრეთ წოდებული ჯამები და ეს თეფშია ღრმა, ასევე შედის დიდი ჯამი და კიდევ 4 პატარა თეფში. ნუ ვიდეოებში და ამ ვიდეოში და ზოგადად ვიდეოებში ალბათ ნახავთ ჩვენს ამ ნაკრებს. ახლა მე პატარა ჯამი მჭირდება მხოლოდ. ანჩეს ისე დავაბრუნებ თავის ადგილს და ეს ყველაფერი ეტევა მხოლოდ ამ ჩანთაში, რაც აი არ ვიცი ასეთ პატარა პატარა ტევადობის მანქანაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი გამოსავალია ესეთი მრავალფუნქციური ნაკრების ყიდვა. ძალიან ბევრი ბიუჯეტური ნაკრები ვცადეთ, ტემუდან გამოწერილი და არა მარტო, აი მართლა ყველანაირი რაც შეიძლებოდა, თუმცა ვერ აკეთებს თავის საქმეს. კვერცხსაც კი ვერ შეჭო, იკრავს მაშინვე, ან ნორმალურ საკვებს ვერ მომამზადებ. შეიძლება ეს ეგრეთ წოდებული სუპები როა დოშირაკს რო ეძახიან, მაგისთვის გამოდგეს, უბრალოდ ჩაყრი და მოხარშვა, მაგას არც ჭირდება. საერთოდ ქვაბი და რამე და მხოლოდ თეფში საკმარისია. გავხსნა. თუმცა სხვას ვერაფერს ვერ აკეთებს რა. მხოლოდ შეგიძლია გამოიყენო დოშირაკისთვის. რაც ჩვენთვის არ არის კომფორტული. ახლა როცა ახლა ერთი დღით გადიხარ სადღაც შეიძლება კიდე აიტანო და მიირთვა დოშირაკი, მაგრამ ერთი კვირით რო ხარ წასული, ან თუნდაც 4 დღით ყოველდღე მაგის ჭამა არც ჩვენთვის არის კარგი. და არც სასიამოვნოა, არც კარგია, მოკლედ არა ჯანსაღია. რა ვთქვა, ბოლონეზი ჯანსაღია, ნამდვილად მოვიტყუები, მაგრამ მაგ ვარიანტს ჯობს. ასე რომ შევიძინეთ არც ისე ბიუჯეტური, თუმცა მგონია რომ აი ყოველი თეთრი ღირს ეგეთი ნაკრები. ხან საბოლოო ჯამში მაინც ამ თანხაზე ავედით იმ პატარ-პატარა რაღაცებით იქ, იმიტომ რომ ზოგს ანუ პატარა ქვაბია, ზოგი რაღაც ვერ ეტევა ჩვენთან და არ ვიცი რა, მოკლედ რა არ ღირს ეს თანხების დაზოგვა ეგეთ რაღაცაზე. სულ იძახი რომ აი რაც გამოცდილება მივიღეთ არის სკამები, არასდროს აღარ ვიყიდით ალბათ ამის შემდეგ ახლა ცუდ სკამებს, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სკამი და მაგი და აი ესეთი დასაკეცი მაგი და არის ტანჯვა. უცებ რომ გეჩქარება ის ჩარშენს ზღვაზე ქონდა.
გიორგიმ კი ნაღამ ხანძარი გააჩინა. შარშან დღაზე გქონდა ესეთ შემთხვევა, რომ აი ძალიან გვეჩქარებოდა, სანამ ჩვენ ავლაგდით, ჩავლაგდით. მოკლედ ძალიან დიდ დროს კარგავდა ნერვებს და მოსათავსებლადაც ცუდია. თან ხარ უნდა დაზოგოთ ისეთ რაღაცაში, რაც იცით, რომ ხშირად იქნება გამოყენებადი რა. სამომავლოდ დიდი სიამოვნებით მივიღებ რჩევებს, ესე ვთქვათ. თუ კიდე რა შეიძლება მოვამზადოთ, აი ამ ვიდეოს ვნახავთ. შეიძლება თქვენ გქონდეთ რაიმე იდეა, რაც მოგიმზადებიათ და კარგი აღმოჩნდა ესე კემპინგის დროს და ჩვენ ხანდახან უკვე აღარ ვიცით რა მოვამზადოთ. კარგი, ეს გამზადდა, წავალ ახლა ამებს შევინახავ. ეს გავრეცხოთ, დავჭრათ. და შეგვიძლია მე უკვე ტაფიც დავადგეთ. დავჭრათ ხახვი. გარდა იმისა, რომ როგორც თქვი, ეს მანქანა კი არა და გარდა იმისა, როგორც თქვი, რომ ეს მაგიდა საკმაოდ ცუდი დასაკეცია, ასევე ცუდია საჭმლის მოსამზადებლად და საჭმელადაც რა. დავლაზი ხარ, ვერც ვერაფერს აკეთებ ნორმალურად, ვერც ჭამ, ვერც ჭრი, ვერც ამზადებ. ხო და გირჩევთ, რომ თუ შეიძენთ, ეცადოთ, რომ მინიმუმ 60-იც პატარაა რა, 65 სანტიმეტრის მაგიდები შეიძინოთ, იმიტომ რომ დამიჯერეთ, შეიძლება ცოტა მეტი ადგილი წაიღოს, არც არ ვიცი, ჯერ ვერ ვიშოვეთ ჩვენ, მაგრამ თუ იშოვით, ასევე გაგვიზიარეთ. შეიძლება ცოტა დიდი ადგილი წაიღოს, მაგრამ კმაყოფილები იქნებით. რა სიტყვია. ოკეი. ეს პატარა ფილები გვაქვს. ჩავყრით ინგრედიენტებს. და ერთი ავტევადი მაგიდან მეცუნა იყოს ეს რა გამზადდეს აქ ესე უნდა ვიტანჯებოდი ამოვებით რა. ხო, ეგეც არის ნამდვილად. მე ესენი გადამიყარა. ხო, ესეთი ყვავია. და იმისთვის რომ მარტივი იყოს ამის შენახვა, აქაც ხო ჩანს ეს. კი. ხო. მარტივი რო იყოს ამის შენახვა, გვაქვს ესეთი ალბათ ბევრს ექნება ნანახი და უბრალოდ ისე იზავ და ჩამოეცმავა აჩ. და უყურმავ მოვაპატიეთ. ეს ქვევიდან იზავ. აჩ. მოკლედ შევსველოდებით რა. მე ამასობაში ერთი ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილება უნდა მივიღო. ზოგადად არც ერთი კემპი არ იწყება დაწყებულად თუ არ ითვლება დაწყებულად თუ ლუდი არა გვაქვს დალეული. ხო, ქეთი. ყველაზე მთავარი როგორ ლუდი ქეთი აქ ტრიალებს ფუსებს. აგერ კიდე ერთი კამერა და აგერ წარუმატებელი ცეცხლი. მე გეტყვი მაგას რა, ნახშირი და ვიზავ მაგას, ამას დიდას უტირებ, მაგრამ ყველაზე მთავარი არ ვიცი რამდენად გამოჩნდება. აი ესე, აი აქეთ ხო ჩანს. ესე წკაპ. და ეს რაც დარჩე ხავიღებ ამას ისე არ დავტოვებ, აიცა. ოპა. გარემოს არ ვანაგვიანებთ. ხო. და დაგიმარჯვეთ. აუფა. რამდენი საათი არ მიჭამია და გავფილტრავი ლუდი ძალიან გემრიელია და ლამაზი უნდა მეთქვა, მაგრამ რა ვქო, ლამაზია ქეთი. ქეთის ლამაზია, ხო ქეთი. ხედავ როგორ გამოძვერი? როგორც წესი, ეს ინგრედიენტები თხლად უნდა, ანუ წვრილად უნდა დაიჭრას ძალიან, მაგრამ ამ დაფაზე და ამ დანით მეტი ვერ ხერხდება. შემდეგში უკვე სხვანაირად ვიქნები წარმოდგენილი. სუშევს ცეცხლს უნთებთ.
სულ შეფიც ეცხადებს შეფისთვის. და მოკლედ აი აქ ეს რაღაცები დალაგებული რაც არის შეფი შეგეროს. ჩემი ვიდი. გავამზადოთ ტომატ პასტა. დედაიდებ. ამიტომ კარგაცლილი კონსერვი. ზოგადად როდესაც ჯერ კარგი პომიდორი არ არის, ну, ქართული ის გემრიელი პომიდორი არის შემოსული. ყოველთვის ვიყენებ ტომატ პასტას, იმიტომ რომ ბევრად უკეთესია რა, ჩემი აზრით. დავალოდით ახლა კარგად გახვდეს და დავუწოთ. ცეო გვაქვს ეს ყველი. ძალიან მიყვარს სნეკადაც ძალიან გემრიელია. გადარეკულ ტონებთან ერთად და ეს მოსამზადებლად როცა იმ მთლიანი ყველი არ გჭირდება, პარმიზანი. პატარას ამოიღებ, დაჭრი, გახეხა, როგორც გამოვიყენებ და არ ფუჭდება მთლიანი ყველი და საკმაოდ კომფორტულია. დაიწყო წყალმოსიბილი, გავსინჯე. ესე იგი ჩვენი ტეპომზადებას დავიწყოთ მომწადებით. არის ჩვენი ძალიან მიყვარს ეს საყვარელია ესეთი სათავსო სხვადასხვა სოუსის ამჟერად ზეთი გჭირდება. ეს არის ოლივ ოილი. მარტო ჩვენი ჰია. შემდეგ ვიდეოებში ალბათ იხილავთ შეშის ფეჩი ვიყიდეთ, რომელიც ჩამოდის უკვე 4 თვეა, ძალიან მაგარი გადამზიდი ავირჩიეთ სამაგისოდ და ჩამოვიდა წასვლამდე 3 დღის წინ ჩამოვიდა თუ 5 დღის წინ, მაგრამ მაინც გადამზიდი არ მაქვს. ძალიან მინდოდა აქ რო წამოგვეღო და ეგრე ვერ გამოვიდა როგორც მე მინდოდა. მაგრამ შემდეგ ვიდეოებში აუცილებლად იქნება ეს ყველაფერი და რაც თავარია გაჩვენებთ როგორ დავაყენებთ, იმიტომ რომ ეგ ფეჩი იქნება დახურულ ოთახში, იმისთვის რომ ცალკე სითბო გქონდეს, საკვებიც გავაკეთოთ, ზედ შეგვიძლია რამე ავადუღოთ და თან აქ ჩაშენებული ღუმელი. და შეგვიძლია პატარა ღუმელში რაღაცები გამოვაცხოთ, პური, ხაჭაპური და ასე შემდეგ. ახლა ცოტა ხანი კიდევ დავაცდით, რომ კარგად მოითუშოს გემოები ერთმანეთში. შეწყას არ ვიცი. შეერიოს. აიღოს გემოები. ხო, დავველოდოთ, რომ გემოები აირიოს. კარგად მოითუშოს და მოვხარშოთ მე პასტა. სავარაუდოდ ჩვენ ეს შეგვიძლია, რომ კონტეინერი არ გვაქვს ხო არაფერი. ცუდია, თორემ ამის შენახვა შევძლებთ. მაწი უნდა ვიცოდეთ, რომ უნდა გქონდეს კონტეინერი. შემდეგისთვის კონტეინერსაც წამოვიღებთ. სუნი გემრიელი აქვს, არომატი. პირველად არ ვაკეთებთ და ვიცით რომ ძალიან გემრიელია. იდეაში ამაზე კიდევ წითელი ღვინოც მიდის. ნებისმიერი წითელი ღვინო და ბულიონი არის იდეალური. ღვინო და ქათმის ბულიონი ემატება და ძალიან გემრიელი და წვნიანი არის და ღვინოს თავის გემოსაც აძლევს, მაგრამ ჩავთვალეთ რომ არ გჭირდება ისედაც გემრიელი გამოვა. და გავიწყდა უბრალოდ არც გასცემელია სიმონტო. მაყურებელმა არ იცის რომ დაგვავიწყდა და ამიტომ მე ვიძახი რომ ვითომ ეგრე გადავწყვეტ. იოდათი. ოკეი. დავაფარეთ თავს. მაკარონიც მოგვეხარშა. ჩავამატეთ ეხა პასტა. ცოტა ბევრი მოგვივიდა. იმიტომ რომ ქეთიმ თქვა ძალიან მშიაო. მე ვთქვი რომ ძალიან მშია, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა რომ 5 კაცის საჭმელი გავაკეთე. ამასობაში მე ცეცხლი ვერ დავანთე, უბრალოდ დავნებდი და აღარ დავანთე. მაგრამ სამაგიეროდ გვაქვს ესეთი რაღაცა, ამას ავანთებ რომ ჩანდეს რაღაცა. მოკლედ სანამ მაკარონი იხარშებოდა დავაყენეთ დიზელის ფეჩი. მოკლედ აწყობილი არის ყუთში.
აქ არის აუზი დაყენებული და ქვევით არის ძრავი. ეს არის ინთეიკი. ეს არის გამშვები, ეს ვითომ კატალიზატორი არის, ეს არის გამშვები ამისი. და აქედან უკვე მოდის ცხელი ჰაერი, რომელიც ადის უკვე ზევით კარავში და ვთბებით. ეხა ჯერ დაერთებული არ არის. აი ესეთი დაერთება აქ. აი ესეთი. რო დავაერთებთ, ჯერ შევჭამთ, დავაერთებთ და გაჩვენებთ. მოკლედ გავაკეთეთ ბოლონეზე, ოღონდ არ გაგვიკეთებია პასტით, სხვანაირ მაკარონით გავაკეთეთ. კუშკა მაკარონებს რო ეძახიან. ხო, არ ვიცი, ასე ეძახიან. ეგეთით გავაკეთეთ. ჩემი აზრით შვენიერი ბოლონეზეა. ცოტა ბევრი გამოგვივიდა, როგორც გიორგიმ თქვა. არა, ამას გავანადგურებთ ახლა როდეთ ხვდები, რომ ეს გაქრება. ხო. გცივა. ხო, გცივა. მაგრამ ჩვენი ბრალია, რომ არ გავაკეთეთ. გაგვეზარა მოკლედ ერთი არის, რომ გადაღება უფრო მარტივია ესე რა. შეზღუდული ვარ ახლა კედრებით და მეორე კიდევ ცეცხლის იმედად ვიყავით და ცეცხლიც დავიკიდეთ. თავიდან ეგრე ძალიან არ ციოდა, ეხლა ცოტა დაგვიღამთ, ეხლა არის 11 უკლია 15. და ცივა. მოკლედ ეხლა შევჭამთ, დავაგემოვნებთ და მერე უკვე დავიწყებთ ფეჩის ჩართვას, როგორც გაჩვენეთ. და დეტალურად მოკლედ გაჩვენებთ, როგორც ხდებით ღამე, ამ სიცივეში. ყველაზე გემრიელი არის ესეთ ადგილას, ესეთ საჭმელი. ხო, ეგე. გემრიელად. მართლა გემრიელი გამოსვლა. მოკლედ მანქანაზე არ გვაქვს ეს პირდაპირ დაერთებული, ეს არის დაერთებული ცალკე აკუმულატორი გვაქვს დამოუკიდებელი მანქანისგან და მანქანას მოკლედ არ დასვავს. დროებით ყოველთვის ესე რაღაცებს ვყრით. ყრით არა, ვალაგებთ უბრალოდ. ვალაგებთ დროებით, მოკლედ რომ შემდგომ უკვე დილით შუქი. რიგოთ ყველაფერი შუქი დავავიწყდა. დამას ესე დავუყურავთ. ამას ჯერ ნესტი არ ავკიდებ. თხივად შევით ამას. ჩვენი პატარა მინი კატალიზატორი, გამშვები ინთეიკი აქვს გვაქვს მიმაგრებული და ზუსტად ინთეიკთან დგება ესეთი მონიტორი. დამაგრძელებლით არის, ეხლა დამაგრძელებელი რამდენად გვინდა არ ვიცი. წესით არ დავჭირდება. და ამ მონიტორის მთელი აზრი ის არის, რომ ამ მონიტორიდან ერთია რომ ვაკონტროლებთ მთლიან დიზელის ფეჩს, ასევე აქვს ჩაშენებული თავისი თერმომეტრი. ეხლა ქეთი ავაზევით კარავში და აქედან მივაწვდი, აქ ცალკე იხსნება ჩვენი ტენტი. აქედან მივაწვდი ამას, რომ უკვე პირდაპირ კარვიდან შევძლოთ ამის კონტროლი. აი ეგ არის პრობლემა თავის დროზე, რომ ცუდად დაიკიდებ და წიხლით აკეცავ ამას. მე ესე ვიდეოზე უნდა ვცდილობდე გავწელო დრო. რაც არ გამომდის ახლა მეტი რა უნდა ვიყო. შევაერთებთ. ჩაერთო ჩვენი ფეჩი. ეხლა სანამ ეს ყველაფერი ხდება დიზელია და უნდა გათბეს. მოკლედ ეხლა ხდება პრეჰიტი, დიზელის თვითონ ძრავი უნდა გათბეს. აქედანაც ნელ-ნელა უკვე მოდის ჰაერი, ჯერ თბება და მერე უკვე დაიქოქება. დაქოქვის პროცესაც გაჩვენებთ. ამასობაში ეხლა ამას ავიღებთ, ავიტანთ ზევით და აქედანვე ეს არის მილი, საიდანაც გამოდის ცხელი ჰაერი. დროებით გვაქვს ესეთი სოლუშენი გაკეთებული, მოკლედ ეს არის ჩქარი დაერთება გოფრისთვის 75-იანი მილი გადის და მაგნიტით ერთდება აქ გოფრა, იმისთვის რომ მარტივად ხდებოდეს დაერთება. იგივე იდეა გვაქვს, რომ კარავშიც ხდებოდეს, ანუ ერთი მხრიდან კედელზე ერთი მაგნიტი, მეორეგან მეორე მაგნიტი და მარტივად მიედოს. ჯერჯერობით ეგ გაკეთებული არა გვაქვს. ჯაბას დაბეჭდილები. ხო და ამასაც დავაერთებთ, ეს დიდი ხანი იდო ეს ფეჩი და
წვერი რაც აქვს, მოკლედ გამოიტანოს ჭუჭყი. მე დავაერთებ გოფრას და ამასთან ერთად დავიტანთ. დაიწოქა. ცხელი ჰაერი გამოდის და დიზელის სუნიც მოდის. აქედან უკვე ნაკადი მოდის, მაგრამ ჯერ ცხელი არა. და როგორც ხედავთ, ეს მანქანაში იდო და თერმოსტატი გვაქვს. ახლა არის 9 გრადუსი, როგორც აჩვენებს და აქ არის დაყენებული თუ მაგალითად ეს მივათ 16 გრადუსამდე, მაგ შემთხვევაში ან უნდა დააგდოს ტემპერატურა. ეს წამოვიდა დიზელის ცივი სტარტი. და მერე უკვე დააგდებს. იმ შემთხვევაში თუ თერმოსტატმა ნახა რომ 16-ის დაბლა არის, ისევ აი ესე ამოკოქავს. აი დაიწყო გუგუნი. ისევ ამოკოქავს და მერე ეცდება ამ ტემპერატურის დაჭერას. უკვე კიდევ წამოვიდი. ეხლა კეთი უნდა ავიდეს ზევით, დავაერთებ და ზევიდანაც გაჩვენებ. მოკლედ როგორ გამოიყურება ეს სეტაპი. მოკლედ აი ესე არის დაერთებული. აი აქ გვაქვს გატარებული და აქედან ადის კარავში. იგივენაირად ეს კაბელიც თავის მონიტორიანად და რასაც ვიძახდი ჩქარ დაერთებაზე. ეს არის 7 მეტრიანი გოფრა. ელასტიური არის საკმაოდ და ესე მოვხსნით. აგერ გვაქვს მაგნიტები. ესე მივადებთ და მორჩა. იგივე ტექნიკის გამეორება გვინდა ზევითაც რომ არ ვიწვალოთ რა და მივადოთ უბრალოდ. მოკლედ ეგ არის. ახლა ვალაგებთ დანარჩენ ტექნიკას და დავიძინებთ. დილით შევხვდებით. იქნა გავიღვიძეთ მოკლედ ფეჩი გამოვთეთ ახლა თავის თავს აციებს კიდევ 2 საათი მოკლედ არა ავდექით ან შევედით კარავში ან გამოვედით რაც კადრების გადასაღებად კეთი კარავს ალაგებს ესეთი ლამაზი ხედი გვაქვს მაგრამ ქარი არის და საკმაოდ შემაწუხებელი ქარი არის. ეხლა მოვაწესრიგებთ ზევით კარავს და მერე უკვე ავხსნით მანქანას და ყავას დავლებთ ცოტა მოვაწესრიგდებით ნუ დავლაგდებით და მერე უკვე შეგვიძლია რომ დავიძრათ. სანამ ვლაგდებით ჩვენი მონიტორი ვიჩვენებს რომ ვიტენებით ცოტა მზე არის და მთელი ღამის განმავლობაში 40%-ით დავწვით ან 40 ამპერ-საათში დავწვით დენი და ეხლა ცოტა მზე არის და მოკლედ ვიტენებით. ეხლა ჭურჭელის დარეცხვა გვაქვს გეგმაში ყავის მოდუღება და მერე კეთი რა გვაქვს გეგმაში მაგ ყველაფერს რა ვიცით. მოწესრიგება გია და წასვლა. კეთის მოკლედ მოშივდა, აქ თოვჩანვა. მოშივდა და თან აის და ჩავას უნდა მეთქვა კეთი. აის და ჩავა. ჩაიყავა, აის ჩავა. მოკლედ ჩაიყავას დავლევთ და ამასობაში გუშინდელი საჭმელიც უნდა გავაკეთოთ. ცოტა იმიტომ კეთშია, მე არ მშია დილით ვეძრან ხოლმე. თან ამასობაში რაღაც უფრო კაი მზე გამოვიდა. ჩემი ხელით ცოტა გადავახვიეთ, უკეთობისკენ მიდის. უკეთესობისკენ, ჩემი ქართული მოუტყა. ამასობაში ქართულსაც ისწავლე. YouTube-ის ხელში მოვისწავლე.
Დავლაგდით. კადრებს იხილავდით. ეხა ვიძრებით და მოკლედ ის პერიოდი სანამ ვიდექით, კადრი მაქვს 64%-ზე იყო. ეხა გვაქვს ბატარეა მინუსში, იმიტომ რომ კამერის და დრონის ელემენტებს ვტენით. ჩავბარგდით და ეხა ვიძრებით. მოვედით წყაროსთან მეგობრებო, ცოტა წყალი ავავსეთ, მოვწესრიგდით და ახლა გავდივართ ამბროლაურში. ამასობაში ამინდიც გაგვიფუჭდა, როგორც პროგნოზში იყო, რა თქმა უნდა, წინ წყლავს უკვე და იწვიმებს. ძალიან დიდი მადლობა რომ გიყურებთ. ეს ცოტა განსხვავებული კონტენტია, ასე რომ ძალიან გაგუხარებთ თუ გაგოგებინებთ კომენტარების სახით, როგორ მოგწონთ მსგავსი ვიდეოები და გავაგრძელოთ თუ არა, იგივე კონტენტი. ოკეი. იგივე კონტენტი. დაგვილაიქეთ ვიდეო, გამოგვიწერეთ და კომენტარეთ. და მადლობა რომ გიყურებთ.